გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. როგორც ცდილობენ დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალონ ის, რაც თვითონ არიან, რასაც თვითონ სჩადიოდენ. აწვევიან ნარატივს, ავტოკრატია, არნახული რეპრესიები, სისხლიანი პოლიცია, წამება, სიტყვის თავისუფლების აკრძალვა. სუნთქვასაც გვიგრძალავენ ვიღაცისგან ესეც გამიგია. მოკლედ ქმნიან გაუსაძლისი ყოფის ატმოსფეროს. Όλοι ხრელიდან გახკივიან ტირანიასა და დესპოტიზმზე. ანუ იმას, რასაც თვითონ დიდი სიამოვნებით ჩადიოდნენ და რასაც იმ დროს რეფორმები და დემოკრატიის შუქურიზმი ერქვა. თუ ასე გაუსაძლისი პირობებია ქვეყანაში, როგორ ახერხებენ ხმის, კი არა და ხმების ამოღებას, როგორ დახტიან ნონ-სტოპ რეჟიმში, როგორ იმყრალებენ პირს, როგორ ეუზრდებიან ეს მე რბილად და ზრდილობიანად თქვი. დიახ, როგორ ეუზრდებიან კანონის დამცველებს, პოლიციელებს, სპეცრაზმელებს და ეუზრდებიან იმიტომ, რომ არ ეშინიათ მათი. და ესაა დიქტატურა? ისინი აზრზე არ არიან რა არის ჭეშმარიტი დიქტატურა. და კიდევ ეს ფსევდოგულჩილობა სოცხსელებში. ვაიმე, ქალი როგორ უნდა დაიჭირო, სილა გაარტყა კაცს, მეტი არაფერი და ამის გამო უნდა აშიმშილო. მეგობრებო, თუ ქალაქის მთავარ პოლიციელს, ანუ პოლიციის უფროს დღისით, მზისით, ვინმე მოქალაქე სქესისა და მრწამსის მიუხედავად, საჯაროდ პოლიციის შენობის მთავარ შესასვლელთან, სხვა სამართალდამცავი მუშაკების გარემოცვაში სილას გააწნის და ის არ იქნება დაჭერილი და გასამართლებული, მაშინ მე პოლიციის ასეთ უფროს პატივს არ ვცემ და მოვითხოვ მის გადაყენებას. ამის გაბედვა არავინ უნდა გაბედოს და ეს იცით საიდან დაიწყო? აი იქიდან, როდესაც ალიკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს უკნიდან მიეპარა და ჩასცხო თავში და მას არავინ პასუხი რომ არაგებინა. აი იქიდან დაიწყო. ოცნების სიფრთხილემ, თეთრმა ხელთათმანებმა და დელიკატურობამ გამოიწვია ის, რომ მოქალაქე თავს უფლებას აძლევს ქალაქის მთავარ პოლიციელს სილა გაარტყავს და მერე კი, როდესაც მას იჭერენ, იწყებს შიმშილობას და შიმშილობას რატომ იწყებს? იმიტომ რომ შეაცოდოს საზოგადოებას თავისი თავი. იცის რომ ეს საზოგადოება, რომელსაც მისი ჯანმრთელობა ისევე აღელვებს, როგორც მე შარშენდელი თოვლი, დიახ, ეს საზოგადოება მოჩვენებითად აღშფოთდება და დაიწყებს ლოზუნგებით სირბილს. ერთი ლიაკა ხუშტარიანს აწუხებდა სააკაშვილის ჯანმრთელობა, როდესაც მან მიშას სოლიდარობის ნიშნით გამოაცხადა შიმშილობა და მეორე ამ მყვირალა საზოგადოებას აინტერესებს ის ამაღლობელი. მეცაც გეტყვით, ეს საზოგადოება არ იქნება წინააღმდეგი, თუ კი ამაღლობელი არ შეწყვეტს შიმშილობას და მივა ბოლომდე. გესმით, რასაც გულისხმობ. ამ შემთხვევაში ეს საზოგადოება მიიღებს იმას, რასაც ამდენი თვეა ნატრობს რომ მიიღოს. რისთვის დააკავეს ამაღლობელი? ჟურნალისტური საქმიანობისთვის? აინტერესებს რისთვის? საერთოდ იმ ამაღლობელს მანამდე ვინმე იცნობდა, შეიძლება თავის წრეში მას იცნობდნენ, ჩემ გარშემო მისი გვარი არავის გაუგია. ჩვენთვის ამაღლობელი ერთი და განუმეორებელი იყო რატი, დიდი მგოსანი, ერის მამინაცვალი, სიტყვისა და რითმის კაცი. სამაგიეროდ ახლა მზია ამაღლობელი იცის მთელმა დუნიამ და ალბათ თვით ჯო ვილსონმაც. ამაღლობელი დაკავებულია პოლიციის უფროსზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის. ქალი როგორ შეიძლება ამის გამო დააკავო ტირიან კანონის არმცოდნეები? ევროპა გინდათ? დაიცავით კანონები. პოლიციელი ხელშეუხებელია ყველგან. პოლიციელი თუ კი ხელშეუხებელი არ იქნება, მეორე დღეს ის პოლიციელი მე თქვენ მათ აღარ დაგვეცავს. პოლიციელსაც აქვს უფლებები და ეს უფლებები რიგ შემთხვევაში ჩემს უფლებებზე მეტი უნდა იყოს, რადგან რამე რო იყოს ის პოლიციელი მე უნდა გადამეფაროს. მორიგ ბანალობას ვიტყვი. მე ხომ აქ ბანალობისთვის ვარ. ბანალურობა ჩემი მეორე სახელია, ხო და მორიგ ბანალობას ვიტყვი მეთქი.
წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დროს რომელიმე მოქალაქეს ბათუმის კი არა ყრუს სოფლის პოლიციის უფროსისთვის სილა რომ გაერტყა ალბათ ადგილზევე დახვრეტდნენ და პოლიციელს მიშა ორდენს პირადად ჩამოჰკიდებდა და ბოლოს ერთი ბოდიში სიტყვა მაინც რომ ეთქვა ამაღლობელს ახლა მგოსანი რატი არ მყავს მხედველობაში შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა ამ სიტუაციისთვის, მაგრამ არავითარი ბოდიში, პირიქით, შიმშილობა, ესე იგი რა დარწმუნებულია ის ქალი თავის, არა სიმართლეში არა, თავის დაცულობაში. დარწმუნებულია რომ ისევ აღელდება საზოგადოება და მას გამოიყვანს იქიდან, სადაც სრულიად კანონიერად შეაბრძანეს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.